მოგესალმებით, მე ვარ მირანა ბუაშვილი 9 წლის, ახლა ვარ ქუთაისის აეროპორტში და მივფრინავ პარიზში. და როცა ჩავალ, იქ კიდევ გადავიღებ ვიდეოებს და გაჩვენებ როგორ მოგატაროთ პარიზში მხიარული 4 დღე. ახლა ვარ თვითმფრინავში. და ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია, რომ დღეს ღამე უკვე პარიზში ვიქნები. ახლა ჩავჭრით თვითმფრინავში და მოგეტყვით, როცა გაიყვანო დრო. პირველად, რამე ითამაშოთ. მეორე, დაიძინოთ და მესამე ვყვროთ ფილმს. ალისა საოცრებათა ქვეყანაში კარგი ფილმია. მე ძალიან და ამასაც მივირჩევ და შეიძლება რამე ჩიფსიც ეყრილია აკლა. ახლა ჩვენ უკვე მალე დავფინდებით პარიზში, უკვე ახლა ერთი გამოჩნდა და იმის თქმაც მინდოდა, რომ თქვენ ერთი ფილმი მართლა არ გეყვანათ, რომ მე ალისა დავასრულე, როგორც შეგახმოვანე, ფილმის და 7 ჯუჯა. ჩამოვედი პარიზის აეროპორტში, ვლელა გავდება და მინდა გითხრათ, რომელი აეროპორტია და სიცივე არ არის, საკმაოდ ახლა მარტისთვის როგორი თბილა აქ. და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ პარიზში ვარ და ხალხის მეჩი წავა. თუზეკ. მოკლედ ახლა გამოვედით ბოლოს აეროპორტიდან, ახლა უნდა ჩავჭრეთ ავტობუსში და პირველად ჩავჭრები საფრანგეთის კანტონში და ნახოთ როგორი არის. ხო, სისტემაში რომ განახეთ როგორი საწოლება. შევხვდებით, აბა კარგად. სხვადასხვის თუ ბევრი ამეკავთ მოსანახულებელი, სასტუმროში გამოვიდეთ, კარგად დავისვით, რომ ძალიან დაიხმებით. ახლა ვარ სასტუმროში და ახლა შევიდეთ ლიფტში და უნდა ჩავიდეთ საუზლეზე. და გებრიელად მივირთვა. ესეც ჩვენი საუზლე. მე ესეთი ტოსტი ავაწყვე. ესეთი საუზლე გაქვს. ცოტათი რაღაცები გაქვს ხსელით და ლაგვებისთვის ბუდიში ესე ვითომ არ არის, მაგრამ რომ ზოგადად მელახებილა როგორ არის. ახლა გამოვიდეთ მეტროდან და ვშდები ბატარეებში. და ავსილებლად რომლის ესეთი რაღაცები უნდა აიღოთ. ეს უნდა დაადოთ, სადაც გასასვლელი არის მეტროში. ეს არის ლავიკოს ბარათი და ეს დაგეხმარებათ, რომ ყველა ტრანსპორტში იმსავროთ, სადაც კი მოგებოდა და მუშაობენ გვინამდე. ეს არის 36 ევროა 60 ცენტი. და ეს არის ძალიან კარგი რაღაც. აქ დაგჭირდება რომ ფოტო ჩავაგდოთ, ხო აქ უნდა დააწეროთ ვაცნუროთ თქვენი სახელი და გვარი. ახლა მე უკვე ჩავდექი ლუვრის მუზეუმის რიგში და ისმის თქმა მინდოდა რომ აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ბილეთები, თორე ისე ვერ შეხვდა. კიდევ იმის თქმაც მინდოდა რომ ბავშვებისთვის და ჟურნალისტებისთვის უფასოა. ახლა მე ვარ ლუვრში ნაპოლეონის აპარტამენტებთან და ახლა ვათვალიერებ და ჯერჯერობით ნახე ძალიან მომეწონა.
წამოყალიბეთ. ასევე გაჩვენეთ მონალიზას, ჯერჯერობით. მეგონი სადღაც მონალიზა აი ის ხო ორი საათი არ გეყოფათ იმისთვის რომ ყველაფერი ნახოთ აი შანსი არ არის ნუ მე მეტეს ნახვა არც მინდოდა განსაკუთრებული რაღაცების ნახვა მინდოდა ყველგან მაინტერესებდა მაგრამ ვინც ხელოვანია და ძალიან უყვარს არც ფიქრობთ რომ ერთი დღე გეყოფათ არ გეყოფათ და მე ვნახე ნაპოლეონის აპარტამენტები კიდევ ვნახე ლეონარდო და ვინჩის მონალიზა იქივე ჯოკონდა რო არ დაიგნეთ ზოგი ჯოკონდას სახე ზოგი მონალიზას მონალიზას ვეცახი და კიდევ ვნახე ვენერა მილოსელის ქანდაკება და აი ძალიან მომეწონა შთითოთ ვერ ვიხალისე მაგრამ იმდენად ლამაზი იყო რომ აი ყველას გირჩევთ რომ ეს სამი აუცილებლად ნახოთ და კიდევ ძალიან მომეწონა ძალიან ლამაზი იყო აი ნაპოლეონის აპარტამენტები რაღაცა ოქროს ფერში გიგონება ოქროარიო და ამას აუცილებლად ნახავთ ვიდეოში და ნუ გირჩევთ რომ აქ მოხვიდეთ ახლა ვარ ესეთ ლამაზეს ბაღში გეტყვით სახელს, მაგრამ ჯერ მინდა ითქვა, რომ ნახეთ იფელის კოშკი ჩანს და თან რამხელაა და წარმოიდგინეთ ეს არის ხოლოს ზედა ნაწილი, იმდენად მაღალია, აი ძალიან მაღალია და ახლა ვარ ტუილერის ბაღში. ტუილერის ბაღში ვარ და ძალიან ლამაზია. შემიძლია რომ ახლა გზას გავაკეთებდი უცებ და ძალიან ლამაზად იქნებოდა და აქაც დავრჩებოდი უბრალოდ ახლა მეც უნდა ვნახო სხვა რაღაცები და თქვენც უნდა გაჩვენოთ ამიტომაც წამოდით აბა ნახოთ კიდევ სხვა რაღაცებიც მუსიკალში მე სადაც ვიყავი არა რომ ულამაზესია ყველაფერი აქ. მესამე ლოკაცია კონკორდის მოედანი არის ულამაზესი ქანდაკებებით და რაღაცა ეს სასახლეები აი მართლა ახლა წარმოვიდგენდი რომ ჩვეულებრივად ანუ ძალიან ლამაზი კუჩებია ანუ ის იმდენი ლამაზი იყო რაც გამოვიარე რომ აი თითქოს დღეს სანიშნაობა აღარ არის ანუ უკვე ამის მერი ის აი უნიშნელ ქუჩებიც კი ძალიან ლამაზი არის და ანუ ძალიან მომწონს ყველაფერი და აუცილებლად პარიზში უნდა ჩამოხვიდეთ აი აუცილებლად და ამ ლოკაციებზე უნდა მოხვიდეთ შანზ-ელიზეზე და უნდა დავაგემოვნო ერთ-ერთი ჩემს საყვარელი კბილელობა რის გამოთაც მინდოდა ასევე წამოსვლა მაკარონები პირველი ამას გავაკეთებ და შემდეგ უკვე დავიწყებ სიარულს და ლამაზი ქუჩების ნახვას ახლა შევიდეთ და ერთად ვნახოთ სასავარჯო და რა როგორ მომეწონება აუ Please, if you will come over, I'll discuss in და აი ახლა ფასებსაც გეტყვი. ესე იგი ეს ბოქსი დაახლოებით ამაში არის 9 цаრი თავის შემოგვიდგება. აბაზე შეგიძლიათ ეს აჩვენოთ კიდევაც დაბადების დღესადმე. კიდე 26 et de refroidissement. Nous vous souhaitons un bon shopping. Gare Lafayette, le grand magasin.
თუ პარიზში ჩამოხვალ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ გალერეა ლაფაეტში. ბოდიში მზიმი იყო, სწორები რომ აქ დახუჭული. და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ზემოთ, იმიტომ რომ აი შესანიშნავი ხედია, ვისაც სიმაღლეს გეშინიათ, ეს ნორმალური სიმაღლეა, იგივე ხედი არის, როგორც ეიფელზე და შეგიძლიათ ეიფელზე ზემოთ აღარ ახვიდეთ. ესე ძალიან ლამაზია და სხვათა შორის მეტროში ძალიან ვარებოდი თუ აი ბატარები ძალიან სწრაფად მოვედი და ქუჩაზე ბატარებით მოხვდეთ. აი ესეთი არის და რავი ლამაზია. როგორ შეიძლება ღამე ისე დაამთავრო პარიზში გარეთ თუ აი ეს ლამაზე არის. მე ხვდით არა? რა თქმა უნდა ეიფელის სკოლაში. რა თქმა უნდა აი ძალიან ლამაზია. ახლა ეს ასინციმდება და აი უფრო ლამაზი გახდება და აი ძალიან I want to it's someday this factory is a pure progress I Salamazio construction. Ik დავინახეთ ლიფტითაც ეხვალდა ფეხითაც ლიფტი ხეში 35 ევრო და ფეხით თუ ახვალ არ ვიცი, მაგრამ თუ შევძელი გარკვევა აუცილებლად გეკვირთ. ამოიწყება ახლა უფრო ახლოს მივიდი და ახლოს დავინახოთ. მოკლედ ახლა დავიდე კენწეროში. არ ვიცი ამ მომეწონება, მაგრამ მეგონი უნდა მომეწონოს და მე შთაბეჭდილებებს ვსკებ. On fait les retours, c'est quoi? ძალიან მაგარია ასვლის პროცესი ჯერჯერობით. უბრალოდ ამ ხედვისთვის ყველანაირ შიშის დაძლევა ჯობს, შიშს დაძლევს და ულამაზესობასაც ნახავთ. აი შეხედეთ.